საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სიონში საკურთხეველთან დაკრძალავენ ტაძარში სამზადისი მიმდინარეობს. ეკლესიაში ცოტა ხნის წინ მივიდა პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიოც. ქვეყნის მასშტაბით კი სახელმწიფო შენობებზე ელია მეორის ბანერები გადმოგვიდეს. საქართველოში გლოვა პატრიარქის დაკრძალვამდე გაგრძელდება. საკვების მიღების დროს პატრიარქს რაღაც გადასცდა. ამ პროცესმა გამოიწვია წყლულიდან სისხლის დენა, რაც გვიან აღმოაჩინეს. ოპერაცია უკვე შეუძლებელი იყო. ამის შესახებ მიტროპოლიტმა დანიელმა განაცხადა. იგივე თქვა მეუფე ნიკოლოზმა, ჩვენ ძალიან ვემზადებოდით, რომ პატრიარქობის 50 წელი აღგვენიშნა. ექიმები ამბობდნენ, რომ მას შეუძლია რამდენიმე წელი იცოცხლოს ყველა სასიცოცხლო პარამეტრი აბსოლუტურად მოქმედი იყო. განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე მიიყვანონ, ვერ დაკმაყოფილდება. კოდექსში გაწერილი ნორმა გამონაკლის არ ცნობს, განუცხადა პენიტენციურმა სამსახურმა რადიო თავისუფლებას. მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ როგორც პატრიარქის მეგობარი და მესამე პრეზიდენტი ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრებას ითხოვს. გურამ როგავამ ევროპარლამენტს მიმართა ჟურნალისტმა, რომელიც აქციაზე სპეცრაზმელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ბრიუსელთან ონლაინ ჩართვაში ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ პროევროპული აქციებისას ნაცემი და უფლება დარღვეული 70-მდე ჟურნალისტის საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია.